Ფარველობდა თუ არა სუსი კაცს, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას გორში დედაშვილი იმსხვერპლა. დაღუპულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ 3 თვის წინ ნასვა მირევას ელიზბარაშვილის სიჩქარის გადაჭარბებისთვის პატრულმა გააჩერა. ავტომობილში მსხდომმა სუსის თანამშრომლებმა კი სამართალდამცველებს მისი დაჯარიმების უფლება არ მისცეს. გარდაცვლილი დედაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს. პარნეულში შვილმა მამა მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მომხდარს წინ ურთიერთჩე ლაპარაკება უძღო და შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სკოლაში ბავშვის სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებები ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მასწავლებელს ბავშვის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თბილისის მერია 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავ-შემკრებ კონტეინერში 3,5 მილიონ ლარს გადაიხდის. წადიგეგმება მათი განთავსება ჯერჯერობით უცნობია. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მთლიანად პოლიეთილენისგან ან უჟანგავი ფოლადისგან 3 კუბური მეტრის მოცულობით.